პატარაა 7 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, სწავლა, თამაში. ამ სამიდან ყველაზე უფრო მიყვარს თამაში. ჩემი საყვარელი თამაში არის დამალობა. ბავშვობაში მყავდა ვერი თოჯინები და თოჯინებით ახლა თამაშობ. ჩემს საყვარელ თოჯინას ქვია ტასო. ისეთ ჩემსავით ლამაზი და ჭკვიანი გოგოა. კარგად იქცევა და სულ მიჯერებს. თოჯინებთან ერთად ყველაზე ხშირად თამაშობდი მასწავლებლებთან. ჩემი ოცნების საჩუქრია ჩემს ხელად თოჯინა. ჩემი ნება რომ იყოს აუცილებლად დიდელუბანას. რატომ და სულ ვიგლები და ვიქცევი. ყველაზე ხშირად მეთამაშება სოლო გიგინეიშვილი. ისაც ჩემი მეზობელი და ჩემი ბაღელი და საუკეთესო მეგობარი. მეგობრობა არის სიყვარული და ერთად თამაში. მე ახლა მყავს 4 მეგობარი და მინდა მყავდეს 5. ყველა მოუწევს, მაგრამ უფრო ბაღი მიყვარდა. იმიტომ რომ ბაღში მაჭრონდე და ბევრს მოთამაშებდი. სკოლა იმიტომა კარგი, იმიტომ დასვენებები მაქვს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სოფია ბარანიცი. ყველაზე მშვიდია ნია ნეხვიაშვილი. ყველაზე ბედნიერი მგონია დიმიტრი ჭავალიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და პანჭია და ცელკი. ძალიან მოტყავს ცელკი რომ და მიხარია ეს ამბავი. ჩემი საყვარელი საგანია ისტი. საყვარელი მასწავლებელი არის ნანა ჩხაიძე. იმიტომ მეხუტება ლამაზია, არ ყვირის და შვიდია. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე თიხის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდა ნაგავსო ვიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 12 წლის, იმიტომ რომ მინდა დიდი გავიზარდო და მაინტერესებს როგორი გავისწრები. ჩემ ბავშვობა დამთავრდა 5 წლის ასაკში. მომწონს დიდობა, მაგრამ მინატრება ბავშვობა. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, მამი და ჩემი ძმა და ბებო, ბაბუ და 2 ცალი ძაღლი და 2 ცალი კატა. კიდე მინდა მყავდეს 4 და რომ ჩემი ძმა მხიარულად გაიზარდოს. ჩემი ძმა არის მაწრის და ქვიალული. ის არის ჭკვიანი, ნერვების მომშლელი, მხიარული, მეგობრებთან თამაში. მიყვარს ნერვებს მიშლის, როცა ღამე ჩემ ბებოსთან წვება. მე მინდა დავწვევებოსთან და მაგი წვება ბებოსთან. იმიტომ დღეს გუშინ ღამე ვერც დავიცინე. მიჩვეული ვარ ბებოსთან წოლას და სხვანაირად ვერ ვიცინე. ჩემი აზრით რომ გაიზრდება გამოვა პიანისტი. მამიყვარის ძალიან კეთილი, შრომელი და ყველაფერს ყიდულობს და ღამე მუშაობს და როცა მინათლება სულ ვრეკა. დედიკა ის ლამაზი სრული პრანჭია და კიდე იმაზე დადის ვარჯიშს და კიდე ყიდულობს რაღაცებს. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ბებია მამას ადინებს ხანდახან ერთად ვიძინებ და კიდე საჭმელს მიზადებს. მამიდა არის ჩემსავით ლამაზი, მის ყველაფერს ჩუქნის და ხანდახან ჭვიალა დასასმელს მიყდის და კიდე საკრას გავებს და პომადებს. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 7 დღე დავდივარ ცეკვაზე. პირველ დღეს ვინერ მეულა, იმიტომ ბევრი უცხო ადამიანი იყო. ერთთან დამეგობდი და ერთი ცალი ჩემი კლასელი იყო, მეორე ჩემი ბალეტის მეგობარი და მესამე გავიცანი. ცეკვაზე ყველაზე რთული ახალი ილეთის სწავლა. ყველაზე ადვილია ძველი ილეთების გამეორება. ჯერ კონცერტი არ მინდა, იმიტომ რომ ეშინია. მე კიდე ვაპირებ ვიცეკო 50 წელი. ჯადასმული ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ჩემ ოცნება პლანშეტს, რომელიც პატარა ჩასადები აქვს და პატარა კალამი აქვს და კიდე მეორე ჩემ ოცნებას, რომელიც iPhone-ს ვიყიდით. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში და ჩემს მშობლებს წავიყვანდი. წინა მონაწილემ დავიტომა შეკითხვა.
ლილი რომ არ მერქვას რა მერქმეოდა მე ლილი დამაქროდიდა და ერთ სახელი არ მეწონს ლილი რო არ მერქნას ალბათ მერქმეოდა ელენე ჩემს შვილებს დავარქმევ ტასოს ელენეს და გიორგის ჩემ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას რომელი სუპერძალა უნდა რომ გქონდეს მე მაგალითად მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა აქედან პირდაპირ გავფრინებოდი თბილისში ყვავილებიდან მე გავარ იას და ჩემსავით ლამაზია და პანკი მეცნიერება არის მხიარული ცხოვრება და მეგობრების გაცნობა მე ვარ ბედნიერი ადამიანი